Რაცხა ამბავი მე მივიდა სიმონ რომ ვინც ხა მაგ შეწყალება მეითხოვაო და რა ხდება ერთი გამარკვიეთ აბა ქალბატონებო და ბატონებო მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე შეწყალებებს და გადავწყვეტთ ვინ შევიწყალოთ და ვინ არა ერთმა ადამიანმა რომელიც მონაწილე იყო მთავრობის დარბევის და გადაყენების მოითხოვა შეწყალება პრეზიდენტისგან. ანუ ვის გადაყენებასაც და ვის ჩამოგდებასაც ითხოვდა იმ ადამიანს მიმართა რომ შემიწყალეთო. გთხოვთო. ვაღიარებო ჩემ დანაშაულსო, მეტს აღარ ვიზამო. ყოჩა ხამბიჩს დიდი იმედი მაქვს რომ მართლა მიხვდა თავის სისულელეს რომ 2 წელი გაატარა ციხეში სხვა შორის და ეხა სთხოვს პრეზიდენტ შეწყალებას. ანუ ჯერ 2 წელი რო დაგჭირდა მაგის მისახვედრად ეს უკვე იმაზე მეტყველებს რომ მთლად ნათელი მომავალი ესეთი არ გეუდება რადგან 2 წელი დაგჭირდა ხო მაგის მისახვედრად რომ რუსეთში არ მივდიოდით ხო? იმიტომ რომ ჩაჯექი რო გაიმარჯვა ოცნებამ რო გაგრძელდა მოვლენები ნანუკა რო პარიზში წავიდა რა ვიცი ყველა რო კარგად გააგრძელა ცხოვრება ხო უნდა მივხვდარიყავი რომ სტოპ რაღაცა ნიტოა მაგრამ 2 წელი დაგჭირდა არა უშავს 2 წელი გამაზე ფრიდონ ხომ იმედი ეხლა მაინც მიხვდი რომ მაგრამ მოიცა ერთსამი რუსეთი ხო არ გავხდით ასე რომ ფრიდონმა მიაღწია თავის მიზანს ანუ ფრიდონი იმიტომ გამოდიოდა აქციებზე რომ ჩვენ რუსეთი არ გამხვდარიყავით ხო და რუსეთი ხო არ გავხდით ანუ ფრიდონმა გაიმარჯვა რეალურად შეიძლება იქ ციხიდან აგვარებდა რაღაცებს რომ რუსეთი არ გახდეთო და რაღაც მითითებებს აძლევდა ამათ შეიძლება ფრიდონს უჭირავს ხელში ეგ გადაწყვეტილება რომ გავხდებით თუ არა ჩვენ რუსეთი კაი ვღადაობ მაგრამ რა უყოთ საღადაო აბა რა არის ახალგაზრდა ბიჭი რომ 2 წელს კარგავ და სხვები საერთოდ 5 და 7 წელს კარგავენ და საღადაო აბა რა არის ხალხო ადამიანებს რომ დღემდე ჯერათ რომ რუსეთი ვხდებით და გასპაძიმ ფრიდონ მე სტანოვიმ სიარასიეი მოკლედ ფრიდონ ბუბუტაიშვილს ბრალდებოდა ქვის სროლით მეხანძრე მაშველის დაშავება და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება აბა როგორ შეიძლება ფრიდონ ეხა ქვების სროლა როგორ შეიძლება 19 წლის ბიჭი იყავი მაგ დროს ქვები რო არ უნდა ისროლო არიცი მაგრამ არა უშავს 2 წელი დაგჭირდა მაგის მისახვედრად რომ თურმე ქვების სროლა არ შეიძლება მით უმეტეს პოლიციელებისთვის რომლებიც გიცავენ ფრიდონ ხომ ხომ ომი რო დაიწყოს ის პოლიციელები მიდიან ხომ ფრიდონ საომრად შენ გამო და შენი ოჯახის გამო ხომ ფრიდონ კი ფრიდონ და შენ მათ ქვებს ესვრი ხომ ფრიდონ კი ვის გამო ნანუკას გამო კაი მოკლედ მიმართა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით კერდა თხოვნით ეხა გადაობა იქნება ყაველაშვილი რო გამოვიდეს და აი ჩემი სიტყვები რო იბაზროს რა აი ესე რო გამოვიდეს ყაველაშვილი რაო შეწყალებაო აბა ქვებს რო ესროდი პოლიციელებს თხოვე აბა ვერ გავიგეთ შეწყალება გინდა ხო მიდი მთხოვე ვიდეო ჩამიწერე შეწყალებას როგორ მთხოვ მაგის ღირსები მართლა ხართ ვინც შეწყალებას ითხოვთ ეხა პრეზიდენტისგან მაგრამ ნუ დიდი იმედი მაქვს რომ პრეზიდენტი შეგიწყალებთ მართლა იმიტომ რომ 20 წლის ბავშვები არ უნდა ისხდნენ ბავშვები არა ნუ ბავშვები ისე ვიძახი რა ესენი მართლა ბავშვები არიან ეხა დაგოიმებული მოტყუებული ბავშვები არიან თორე ეხა ვიღაც 20 წლის ტიპმა რო ისინი მოკალას ხალხი დახოცოს და რამე ის ბავშვი რა თქმა უნდა არ არის მაგრამ ესენი არიან გოიმები უბრალოდ რომლებმაც დაიჯერეს რომ რუსეთი ვხდებით და წავიდნენ ციხეში მოდი რუსებზე რადგან საუბრობთ რუსებზე გავაგრძელოთ თემა 1 მაისიდან უცხოელ გიდებს საქართველოში ჯგუფური ტურების ჩატარება ეკრძალებათ. ანუ რუსები ვეღარ ჩაატარებენ ჯგუფურ ტურებს და ვერ ივლიან და ვერ აუხსნიან ხალხს რომ ვოთ ეტა სვეტი ცხოველი, ვოთ ეტა გელათის მონასტერის ძეს პახარონენ დავით აღმაშენებელი და აეკრძალათ, всё ვეღარ იმუშავებენ. სად არიან კონსერვატორები, რატო არ უხდიან მადლობას მთავრობას,
ხო და სამ კონსერვატორები დუმან ამ დროს ოპოზიცია არ დუმს და ამ ინფორმაციას რომ რუსებს აეკრძალათ საქართველოში მუშაობა იყენებენ როგორღაც ატრიალებენ სათავისოდ ან ჩვენ ხო აბსოლუტურად რუსული ყველაფერი გვეზიზღება ხო და მით უმეტეს ოპოზიციას ხო და ხო იძახიან რომ მთავრობა რუსეთში მიგვაქანებს და რამე აუკრძალა მთავრობამ რუსებს ერთ-ერთი საქმიანობა ნახოთ ახლა ეს посты зогадат. Я вот пост выложил, в котором говорю, что заканчивая деятельность, там 2 слова «нам жопа». Действительно, первые слова «нам жопа» и... Ну, Дания Бондარი, თბილისის გიდი. ეროვნება არ ვიცით. Пока закон позволяет, я решил собрать последнюю групповую экскурсию. До конца апреля иностранные гиды в Грузии еще могут проводить прогулки, а потом будет грозить штраф. Закат царей для меня знаменателен. Я бы хотел именно им заканчивать вот такой вот, ну, скажем так, сезон моего гидства в Тбилиси, Грузии. Узнаем, почему... ძალიან მიყვარდაო ეს პროფესიაო და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ რომ ეხა მიწევსო რომ შევეშვაო ამ სამსახურსო რადგან მთავრობამ ამიკრძალაო გიდობაო და მე მინდა გაჩვენოთ აღწერა ოპოზიციური Instagram გვერდის და ზოგადად რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული აღწერა ამ ვიდეოზე. 1 მაისიდან უცხოელ გიდებს საქართველოში ჯგუფური ტურების ჩატარება ეკრძალებათ. აბა, ბოლო კანონიერი ტურია? ღიმილით ეკითხება ტურისტი ჯინსის ქურთუკიან ბიჭს ავლაბრის მეტროსთან. ჯინსის ქურთუკიან ბიჭს. ანუ, რუსს არა, ოკუპანტს არა. ყველა სხვა შემთხვევაში რუსებს ხო დედას აგინებენ ოპოზიცია რა? და ხო სულ იძახიან რომ აი ისინი მთავრობა ხვდება რუსებს, ოკუპანტებს, ანწუხელიძის მკვლელებს. და ეხლა, როდესაც თვითონ აწყობთ, ჯინსის ქურთუკიანი ბიჭი, თანხა შეუგროვოთ მეგობრებო და დაუბრუნოთ საკუთარ სამშობლოში. ხო შეიძლება? კი, შეიძლება. კარგით, გადავიდეთ ახლა შემდეგ თემაზე. შემდეგი თემა გვახლავს დონაციები. რაც მიყვარს ფულების ჩარიცხვები. თქვენს მიერ ჩარიცხული თითოეული თეთრი ხმარდება ჩემ საკუთარ თავს. არავის სხვას. ამას გპირდებით არანაირ სიკეთეებში და რამეში არ დავხარჯავთ. მოვიხმარ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, რომ უღრმესი მადლობა თითოეული თეთრისთვის. კომენტარი მითითებული ლინკი შეგიძლიათ გადაბრძანდეთ, ჩამირიცხოთ რამდენიც გნებავთ. მოკლედ, დონაციების უმეტესობა არის ხოლმე უბრალოდ დახმარება და კითხვებს არ სვამენ ხოლმე, კითხვებს არ სვამს ხოლმე ხალხი, რისთვისაც უღრმესი მადლობა და ჩვენ წავიკითხოთ კითხვიანი დონაციები. შრომელი კაცი, სალამ მიშა, მართალი კაცი ხარ. რა თქმა უნდა. რა ის თქვი არაბიზაციაზე რო იყოს საუბარი, რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი რო უკან დაბრუნდეს და მეურნეობა მოხდონ უფრო გადავრჩებით ასე. არა. რა ის თქვი არაბიზაციაზე? არაბიზაციაზე უკვე დასაუბრები მაქვს რომ ტყუილია მეგობრებო, შემოგდებული და შემოტანილი ამბავია კონსერვატორებისგან, რადგან თუ რამე უნდა გავაპროტესტოთ, რაშიც მეც გიდგებით გვერდში, არის ღარიბი მუსულმანების შემოყვანა საქართველოში, რადგან მაგათთვის არ აქვს მნიშვნელობა 1 ლარი აქვს ხელფასი თუ 10,000 ლარი აქვს, მაინც შვილებს აჩენენ 12, 30, 50 და ნუ ეს 50 და 100 წელში ძალიან დიდი პრობლემა გახდება და ასე რომ ღარიბი მუსულმანები უნდა აუკრძალოთ. მაგრამ ეს არაბიზაცია და რო გაჯერებენ რომ აი არაბებმა რაღაც ტერიტორია შეისყიდეს, რაც ააშენებენ რაღაცებს კორპუსებს და კომპლექსებს და შემდეგ ამას გადაყიდიან და ამის გამო თურმე ჩვენ არაბებად გადავიქცევით, ეს არის სრული სისულელე, რადგან ფეხებზე ვკიდივართ, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ფეხებზე ვკიდივართ მაგ არაბ შეიხებს, რომლებსაც რამოდენიმე მილიარდის თავისუფლად ესე ჩადება შეუძლიათ საქართველოში. არ გვაქვს ჩვენ იმხელა ფუფუნება მაგათთვის, რაც საკუთარ ქვეყნებში აქვს მოწყობილი, რომ ჩამოვიდნენ და აქ დავასახლოთ. ძალიან რომ გვინდოდეს, არაფერი გვაქვს ისეთი, რითიც მოვაწონებთ თავს. ჩვენ არ შეგვიძლია რომ ვიღაცა უკრაინელი Instagram მოდელები 18 წელსები ვათვალიეროთ, ჩამოვიყვანოთ, კისერზე დავაჯვათ და შემდეგ თუ უკმაყოფილო იქნება, აი უნდან გადავაგდოთ. რა საკეთებენ ხო? დუბაის ისტორიები რა ვიცი, წაიკითხეთ ინტერნეტში. არ გვაქვს მაგის ფუფუნება ჩვენ საქართველოში. სამწუხაროდ ჩვენ პოლიცია გვყავს. ასე რომ ესე ვერ დაჯდება დუბაის შეიხი ან საუდის არაბეთის შეიხი საქართველოში ვერ აარჩევს ვიღაცა მოდელს, ამის კისერი კარგად გამოიყურება, მინდა დავაჯვა.
არა. არ გვაქვს მაგხელა თავისუფლება. მაგხელა თავისუფლება რატომ აქვს საკუთარ ქვეყანაში? იმიტომ რომ მაგათ ეკუთვნით მთელი ქვეყანა. საუდის არაბეთი, საუდი გვარია, საუდების არაბეთია. საქართველოს რო ერქვა გიორგაძეების საქართველო და მე რო გიკვირდეს რომ გიორგაძეები კარგად რატო ცხოვრობენ. ქვეყანას ქვია თვითონ. და თქვენ გონიათ ეხლა საუდები ჩამოვლენ თბილისში? ტაბახმელაში სახელდებიან, მე გამიგია რომ საუდის შეიხი ტაბახმელაში სახელდება. ტაბახმელაში სახელდება, არა, დიდი ღომში მოწონებია თურმე 25 კვადრატიანი სტუდიოს ტიპის ბინა ერთ შეიხს და იქ გადმოდის, რომ არაბებად გვაქციოს მთელი საქართველო. არა, მეგობრებო, ასე რომ უნდა ჩამოყალიბდეთ, რომ არაბების წინააღმდეგ კი არ ვიყოთ და ესე თავი კი არ ვიტყუოთ, რომ არაბიზაცია ხდება. არა. ღარიბი მუსულმანების წინააღმდეგ. დიახ. რადგან არაფერი სარგებელი არ მოაქვს ქვეყნისთვის რეალურად. პარიზს რა მოუტანეს? არაფერი, ხო? ლონდონს რა მოუტანეს? აბსოლუტურად არაფერი. არნაირი კულტურული განვითარება არ შეაქვთ ქვეყანაში, პირიქით, კულტურას ვერც ერგებიან. ენას ვერ სწავლობენ, რელიგიას არ იცვლიან და შეაქვთ საკუთარი. ასე რომ, რა თქმა უნდა, მაგის წინააღმდეგი ვარ, არ მინდა რომ ჩემი ბავშვი დადიოდეს სკოლაში და 6 მუჰამედი სწავლობდეს და 12 ფატიმა. და ბავშვი მოდიოდეს სახლში და ასალამ ალეიქუმ, მამა. ხუმუსი გააქვს რომ ლავაშს გადაუსვა და გადავირტყა? არ მინდა რა თქმა უნდა ეგ, მაგრამ ის რომ ეხლა არაბიზაცია და არაბიზაცია. არა. გადავიდეთ შემდეგი შეკითხვა რა იყო? ამა რომ მოაბა. რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი რო უკან დაბრუნდეს და მეურნეობა მოხოდონ, უფრო გადავრჩებით ასე. ძმა, კი. აი რეგიონში რო ცხოვრობ, მაგიტომაც გაქვს 5 ლარი მარტო. არა, მართლა, მე ვცხოვრობ სოფელში, მეგობრებო, რა და. არა, პირდაპირ გეუბნებით, რომ არა, არც გაბედოთ სოფლებში ჩამოსვლა. სოფელში მაქსიმუმ უნდა გადახვიდეთ, თუ ახალგაზრდა წყვილი ხარ, ინტერნეტით მუშაობთ და კი ბატონო, რა, ეხლა ცხოველების ყოლა გინდათ და გინდათ რომ თავისუფლად იგრძნოთ თავი. 100%, მაგრამ როდესაც შვილს გააჩენთ, ეგრევე უნდა მოხიოთ სოფლიდან, რადგან აი შვილებს რას თავაზობს სოფელი? აი მართლა. აი ჩემი შვილი რო ჩამოდის ხოლმე სოფელში, ერთი დღე ძაღლს ეთამაშება, მეორე დღეს კატებს ეთამაშება, მესამე დღეს მეთქი წადი შვილი ვაქედან დროზე, სანამ ყეფა დაიწყე მართლა. აი მესამე დღეს რა უნდა აკეთოს ბავშვმა? ბავშვები აქ არ არიან. სკოლა აქ არ არის. არა, სკოლა არის, მე მგონი, მაგრამ არ მინდა რა ეხლა აქ სკოლაში. აი რა არის ბავშვისთვის? ბავშვი რითი უნდა გაერთოს? ეგ თბილისში პარკში გაიყვან, ნებისმიერ პარკში 1-30 ბავშვი დარბის რა. და ვიღაცასთან კომუნიკაცია აქვს, რაღაც ლაპარაკი არ ავიწყდება, სწავლობს რაღაცებს. აქ რა უნდა ქნას? ყეფა უნდა დაიწყოს მართლა? აი 2 დღე ძაღლთან რო ითამაშოს, მესამე დღე რა უნდა აკეთოს? აი ქართული სოფლები რას თავაზობენ ბავშვებს, ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ ზრდასრულები თუ ხართ, კი ბატონო, გადადით. ოღონდ ნუ მეურნეობას არ უნდა მიიღოთ, რა თქმა უნდა, ხელი, უნდა იმუშაოთ კომპიუტერიდან, ხო? მეურნეობას რო, აი ახალგაზრდა კაცმა რო გადაწყვიტო, რომ მე მინდა სოფელში წასვლაო და მეურნეობას უნდა მივხედო, შენთვის თუ გინდა, კი ბატონო, პროსტა გართობა თუ გინდა და თუ გევასება, ეხა ღვინის დაწურვა, ის გევასება ეს, კი ბატონო, მაგრამ შენ თუ მაგითი აპირებ ცხოვრებას, იმედი მაქვს, რომ შენ გვარში არსებობს ვიღაც სხვა, ვინც გაკაჩავს შენ საგვარეულოს, რა, იმიტომ რომ შენ ვერ გაკაჩავ. რა ვქნა ხა, გეწყინებათ? და ეხა მართლა გინებას დამიწყებენ, რომ რას ვერ გავკაჩავ, შენი დედა ვატირე. მაგაშია მეგობრებო საქმე. რა უნდა ისწავლოთ აქ? სოფელში. დალევა და მეზობლისთვის სროლა და მოკლა? თუ ის რომ მეზობლის ცოლი გაბოზებულა, იცი, გაიგე? იმ მეზობელსა ცოლი ღალატობს. ეგ უნდა ასწავლოთ ბავშვებს? რომ აი, ვიღაცა მეზობელს ცოლი ღალატობს? ბავშვებს რა უნდა მისცეს სოფელმა, მაინტერესებს. ასე რომ არა მეგობრებო, რა თქმა უნდა არ უნდა ჩამოხვიდეთ სოფლებში, სოფლებში უნდა ჩამოხვიდეთ ცხოვრებაში თუ ყველაფერი ნანახი გაქვთ. აი
ავღანეთში თუ გაქვთ ერთი 9 წელი ნაომარი და თქვენ თვალწინ აფეთქდა თქვენი ძმაკაცი, რომელთან ერთადაც გაიზარდეთ და ყუმბარა შემოაგდეს და ადამიანი ნაწილებად დაიშალა და აი თუ ნანახი გაქვთ თქვენი თვალით, კი ბატონო, მაშინ სოფელში საკაიფოდ იქნებით, იმიტომ რომ მაგაზე უარესი არაფერი მოხდება, მაგრამ თუ ეგ ნანახი არ გაქვთ, მაშინ როგორ უნდა ჩამოხვიდეთ? აი გუშინ სადღაც საღამოს იყავით რაღაცა ფაბრიკაში, რაღაცა ბარში 20 ლარად იყიდეთ ყავა და დღეს სოფელში უნდა ჩამოხვიდე და გგონია რომ სოფელში გაკაჩავ. შედებილო შენ, სად სოფელში გაკაჩავ? სად სოფელში გაკაჩავ? ყეფას რო დაიწყებ 3 დღეში მე ნახავ. აბა თქვენ ყველაზე მე ჯამრთელი გგონი ვარ, რომ მარტო შემიძლია დავჯდე და 1 საათი კამერის წინ ვილაპარაკო, ჩემ თავს ვეკამათო? მე მაგიტო ვძლებ სოფელში. სოფელში მე ვარ სოფლის გიჟი აქ. და თქვენ რო გადახვალთ სოფლებში, იქ სხვა სოფლის გიჟი გეყოლება და ის სოფლის გიჟი ჩემნაირი არ იქნება, რომ კამერის წინ უყარს ლაპარაკი. იმას ეყარება დალევა და სროლა თქვენთვის. გაუძლებთ მაგას? ვერ გაუძლებთ. ასე რომ არა, არც ერთ შემთხვევაში არ ვემხრობი, რომ ადამიანები წავიდნენ სოფლებში. მხოლოდ ახალგაზრდები, მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ეზოს მიხედავენ, რა ვიცი, ცხოველები ეყოლებათ, თავისუფლად იცხოვრებენ, შემოსავალი ექნებათ ინტერნეტით, პროგრამირება, რაღაცა, ინტერნეტის საქმეები მილიონია, ხო, მართლა და ეგეთი ადამიანების გადასვლას ვეთანხმები კი, მაგრამ ეხლა სოფლის მეურნეობა მოვხოდოთ და რამე, ხო, მთელი წელი ვაზი ვზარდო და კილო გავყიდო ლარად. მეკაიფებით. აი, მთელი წელი რო იმას მცენარეს უარო, ვეფერო, სადითაოდ ფოთლები ვაცალო, თითო ფოთოლს ვაკოცო, რაღაც მტევნებს ვეფერო და მე ვიღაცა მოდის და ლარად წავიღებ ამას. აი, მაგ დროს დავლევ ზუსტად თოფით ვესური. რა ლარად უნდა გავყიდო, ბიჭო, თქვენ ხო უბერავთ. ასე რომ არა, მეგობრებო, არა. შემდეგი, მიშა ექიმო, ქანია რომ ჩამოდის ასწორებს. ხოლო ეკალებმა სიტყვა ფაშიზმის მნიშვნელობა რომ არიციან, მაჭედინებენ, ყველას ვერ ავუხსნი. ები ესენი მიშველებ. მაგათი აი ეს არის სოფლის გიჟი ზუსტად. ერთ წინადადებაში ერთი სამჯერ იგინა. აი ეს უნდა გაუშვა სოფელში, ეს გაკაჩავს. თქვენი და რამე. მოკლედ კანიე ჩამოდის ასწორებს და ფაშიზმის მნიშვნელობა არიციან. ალბათ კანიესთან დაკავშირებით, ხო, ალბათ ხალხი ეძახის კანიეს ფაშისტს. იმის გამო რომ კანიეს ბევრი ანტისემიტური გამოთქმა ჰქონდა წინა წლების მანძილზე. ებრაელების წინააღმდეგ. არა, ფაშისტი არასწორია კანიეზე, რადგან არ არის ადამიანი ფაშისტი, ხო, არ ახასიათებს ფაშისტურ რაღაც ნაციონალისტი და ის არ არის. ადამიანი არის მხოლოდ ანტისემიტი, ანუ მხოლოდ ებრაელები არ ევასებათ. მაგას ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ ეხა ადამიანი ერთხელ თუ გაერკვევი და თუ გაიგებ თავიდან დავიწყებ, რადგან სიტყვებს ვარჩევ. იმიტომ რომ მე მომწონს ბანკებით სარგებლობა და მე ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, მე კარგად ვცხოვრობ, ასე რომ მე გიჟი არ ვარ ეხა რამე ებრაელების წინააღმდეგ თქვა. მოკლედ კანიე ვესტი იძახდა ებრაელების წინააღმდეგ, რომ რა ვიცი, მსოფლიოს აკონტროლებენო, ყველა ინდუსტრია მაგათიაო. რაშიც მართალი იყო კი, იმიტომ რომ ნიჭიერი ხალხია ებრაელები, შეძლეს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ერი იყო, გაერთიანდნენ, ერთმანეთს ოჯახებით ეხმარებიან, ერთი ებრაელი თუ იქაჩება, ესე იგი 5 ებრაელი იქაჩება, მართლა მაგარი ერია. ასე რომ ფაშიზმი არ არის ეგ, უბრალოდ ადამიანი პირველად რო გაიგებ მაგას, რო გადაამოწმებ, რო თურმე ყველა კომპანიის ლიდერი, რაც ოდესმე გაგიგია ებრაელია, თურმე ყველა ბანკს ებრაელები ფლობენ და ამ შემდეგ, ცოტა ისაა რა, შემაცბუნებელია ადამიანისთვის და კანია ეხლა რომელი ისა გვყავს, ხო, გენიოსი მართლა, კაი შეიძლება მუსიკალური გენიოსია, მაგრამ მუსიკალური გენიოსი იმას ხო არ ნიშნავს, ფილოსოფიურ გენიოსს და პრაქტიკულ გენიოსს, ხო, ასე რომ ადამიანმა ეგრო გაარკვია და ეგრო გაიგო, გაგიჟდა და დაუწყო ებრაელებს გინება და დაუწყო ებრაელებს გინება და 1.5 მილიარდიდან ქონება ჩამოვიდა რაღაცა 300 ლარზე, ხო? 300 ლარზე არა, კიდევ მდიდარია, რა თქმა უნდა და კიდევ მრავალი მილიონი აქვს, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვნად შეუმცირდა ქონება მას შემდეგ, რაც
ეს ინფორმაცია გახდა მისთვის ცნობილი, რომ თურმე ებრაელები აკონტროლებენ ყველაფერს. დიახ, აკონტროლებენ, დიახ, მაგარი ერია, დიახ, ერთმანეთს ქაჩავენ და ერთმანეთს ეხმარებიან. რა ვქნათ ახლა? მე შევებრძოლო? არა. ასე რომ, დიდი მადლობა ებრაელებს. ჩვენ გადაცემის მეგობრებს მე ყოველთვის პატივს გცემთ. დაჯდა. მადლობა მეგობრებო, გამოწერისთვის, არხის ყურებისთვის და კომენტარებისთვის, ყველაფრისთვის, და თანხის ჩარიცხობისთვის უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა. ქვემოთ არის მითითებული ლინკი, სადაც შეგიძლიათ ფინანსურად დამეხმაროთ.